მე ნათია ვარ ჯამთელის ჯანსაღი აღდგენილი მარადიული სული. ეხლა რაზე მინდა ვილაპარაკო? მინდა ვილაპარაკო ფიზიკურ, სულიერ, მატერიალურ, გონებრივ მოთხოვნილებებზე. მატერიალური მოთხოვნილება რა არის? მატერიალური მოთხოვნილება არის, რომ ადამიანმა ლამაზად ჩაიცვას, ლამაზი სახლი კონდეს, ლამაზი ნივთი კონდეს, ლამაზი მანქანა ყავდეს, ან ლამაზი ფეხსაცმელი და რაღაცა და ლამაზად, კომფორტულად რაღაცა კომფორტი, ფიზიკური, მატერიალური კომფორტის ქმნის მატერიალურ მოთხოვნილებაც აქვს ადამიანს. ხო, მატერიალური მოთხოვნილება, ანუ რომ ეცვას ლამაზი ტანსაცმელი, ლამაზი დიზაინი და ასე შემდეგ სახში, ან გარეთ. ეხლა რა არის ფიზიკური მოთხოვნილება? ფიზიკური მოთხოვნილება არის, რომ ადამიანმა მაგალითად კაი საჭმელი ჭამოს, რა ქვია, როცა საჭირო ოთახი უნდა, საჭირო ოთახში შევიდეს, როცა ძილი უნდა დაიძინოს, როცა სირბილი და ვარჯიში უნდა ივარჯიშოს, ეს არის ფიზიკური მოთხოვნილება, როცა სექსი უნდა ისექსაოს ლამაზ-ლამაზ ქალებში და ლამაზ-ლამაზ კაცებში, ხო, ეს ჩვეულებრივი ფიზიკური მოთხოვნილება, ამას ვერავინ ვერ დაუშლის ადამიანს, როცა უნდა გაიცინებს ადამიანი, როცა უნდა იჩხუბებს და ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკური ემოციური მოთხოვნილება ადამიანისათვის. ბიობოტისათვის ეს არის ჭამა, დაწოლა, ადგომა, სერნობა, გაგულავება, გამოგულავება, ჭორაობა, სიცილი, ხუმრობა, ჩხუბი, ეს ჩვეულებრივი ფსიქოსამაციკური თუ ემოციონალური მოთხოვნილება, სექსაობა და სპორტაობა თუ ცეკვაობა, ეს არის ფსიქიკური კი არა და ფსიქიკური კი არა და ფიზიკური მოთხოვნილება ფიზიკურ მოთხოვნილებაში შედის ფსიქიკური და ემოციური მოთხოვნილებები. ეხლა რა არის ადამიანის გონებრივი მოთხოვნილება? გონებრივი მოთხოვნილება არის, რომ ადამიანმა მაგალითად კაი წიგნი წაიკითხოს, კაი მუსიკას მოусმინოს, კაი გადაცემას მოусმინოს, კაი კინოს უყუროს, ან ცუდ კინოს უყუროს. გონებრივი მოთხოვნილება ადამიანის ის არის, რომ რაღაცა მაგალითად ისწავლოს, შეიმეცნოს, რაღაცა კაი მუსიკა დაწეროს, ან რაღაცა, ეს არის ადამიანის გონებრივი მოთხოვნილება. რაღაცაში რომ გაერკვეს, გაგება კონდეს რაღაცის ადამიანს, ან ინგლისური ისწავლოს, ან მათემატიკა ისწავლოს, ეს არის ადამიანის გონებრივი, შემოქმედებითი, ნიჭობრივი მოთხოვნილება. ეხლა რა არის ადამიანის სულიერი მოთხოვნილება? ადამიანის სულიერი მოთხოვნილება არის სიყვარული, სიხარული, ჯანმრთელობა, სათნოება, გაგება, ურთიერთგაგება, თანადგომა, უღალატობა, უბოროტობა. სულიერი მოთხოვნილება მარტო ეს არ შედის ლოცვა მაგალითად, უფალო მომიტევე შემიწყალე, უფალო მაშორე ცუდი, მაშორე სიბოროტე. სულიერ მოთხოვნილებაში შედის ადამიანმა უნდა იცოდეს კაი ვიბრაციებზე ასვლა, ვიბრაციების გადატრანსფორმირება, სიკეთე, სიხარული, ჯანმრთელობა. ადამიანი არ უნდა იყოს დაძაბულობაში, სიბოროტეში, ანუ სიბოროტე უნდა იპატიოს, ან აპატიოს, ან არ უნდა იფიქროს, ან დავუშვათ გამიკეთა მე ვიღაცამ სიბოროტე. ხო, ვუკრძალავ იმას ჩემზე ზეწოლას, всё. აკრძალულია ეს, პატიობ და ვუკრძალავ მაგალითად ყველას ნამინია ზეგავ დისტრუქციობასა და ნეგატივობას, ხო?
всё და გადავიდეს ადამიანი, გადაერთოს კავი ამბავში, მაგალითად, სულიერი საკვების მიღებაში გადაერთოს ადამიანი. სულიერი საკვების მიღებაში, სულიერი მოთხოვნილება, სულიერი საკვების მიღება რა არის? ეს ხდება ტონკი პლანებში, სულიერი საკვების მიღება არის მედიტაციობა, გიპნოზი, პირად ხმასთან ლაპარაკი, პირად ხმასთან პროგრამების შეცვლა, პირადი ფიქრების შეცვლა, პირადი მისლების ტრანსფორმაცია, პირადი ვიბრაციების გაწმენდა, პირადი ენერგიების ენერგოინფორმაციული კანალების გაწმენდა, რაშირენია, ბალანსიროვნება, პირადი ენერგიების ენერგოინფორმაციული კანალების ჩაკრების ბალანსიროვება, პირადი კრისტალების აღდგენა, პირადი წელების აღდგენა, დაბანა, დეზინფიციროვება, დაბანა, ბალანსიროვნება და რა ქვია გარმონიზიროვება და დეზინფიციროვება, პირადი რა ვიცი მიკრო-მაკრო მირების გამოცნობა, შესწავლა, მიკრო-მაკრო მირებში, საზნანია, პადსაზნანიაში, პირადი ასე ვთქვათ ცოდვილური ინფოპაკეტების, დისტრუქციული ინფოპაკეტების, ანუ არყოფითი რაზრუში წენი, სამარაზრუში წენი ინფოპაკეტების, ან პადმენური ინფოპაკეტების, ან პერეკლადური ინფოპაკეტების, ასე ვთქვათ, გადატრანსფორმირება, ან წაშლა, ან დეგლარირება კი არა, წაშლა, მოშორება, მოცილება, გადატრანსფორმირება სასიკეთოდ ისე როგორც ჩემი სულისათვის არის საჭირო, სულიერი ჩაკრების გამბვანვა, სულიერი ენერგიაინფორმაციული კანალების განბარმა, გაფილტრა ინფორმაციის, გაფილტრა და ასე შემდეგ ეს ბევრი რაღაცები ხდება სულიერ, ასე ვთქვათ, მოთხოვნილება, სულიერ მოთხოვნილება, სულის მოთხოვნილებას ბევრი ასე ვთქვათ, ბევრი მექანიკა კი არა, ხო, ბევრი მექანიკა, სულიერი მექანიკა, გონებრივი მექანიკა, ფიზიკურ მექანიკასთან არის ეს დაკავშირებული და ბევრი, ასე ვთქვათ, მუშაობა უნდა, რომ დაბალანსირავდეს ადამიანის სულიერი მოთხოვნილება. მაგალითად, სულიერი მოთხოვნილება რა არის კიდე, რომ დავუშვათ ადამიანს ტკივა რაღაცა, ხო, და ეს ტკივილი გაიყუჩოს პატოკებით, ეს ტკივილი დაიყუჩოს პატოკებით, იოზდის პატოკებით, სუფთაწყლის პატოკებით, სოლიჩილი ლუჩების პატოკებით. ამასაც თხოვს ადამიანი დვარეც. ამისი დრო უნდა ქონდეს ადამიანს დღეში 2-3 საათი, რომ ასე ვთქვათ, წავიდეს სამაგიპნოსში და ასე ვთქვათ, შევიდეს ალფა სასტაიანიაში და დაელაპარაკოს დვარეც, ვიშიე სვეტრიე სილებს, რომ მაგალითად ვიშიე სვეტრიე სილებო, ჩემო პირადო ვიშიე სვეტრიე იერარქიებო, მომიტევეთ, შემიწყალეთ, გამკურნეთ, მანახეთ, როგორ გავაკეთოთ ეს, რა პატოკებით მაგალითად როგორი სოლნიჩი, როგორი რადუჟნი, როგორი გრავიტაციული პატოკებით, როგორ მაგალითად აღმოფხრათ, მაგალითად თავის ტკივილი, თვალის ტკივილი, ყურის ტკივილი, ფეხის ტკივილი, დაღლილობის ტკივილის, რა მიზეზით არის ეს, პაციენტები ხო არ არიან, ინტერფერენტები ხომ არ არიან, ბლოკების, ამა ბლოკები როგორ მოვიშორო, ეს დისტრუქციული პროგრამი მაგალითად როგორ გადავატრანსფორმირო, ეს ყოფილი შიშები ან სამაშიშები ან ამის შიშები ან წყლის შიში მაგალითად ან სიმაღლის შიში მაგალითად ან იმის შიში ან ამის შიში რაღაცა ემუქრება, გეგონება ადამიანს გრძნობს, ეს მუქარ-მუქარავლში ეს როგორ მოვიშორო, როგორ გადავატრანსფორმირო. ეს არის სულიერი მოთხოვნილება, სულიერი პროგრამების შეცვლა, სულიერი სცენარების შეცვლა, პერეკლადური სცენარების შეცვლა, პადმენური ამას ყველაფერს ძალიან ბევრი დრო და მუშაობა უნდა. ეს მარტო მამაო ჩვენო მომიტევე, შემიწყალე, განკურნე, გამანთავისუფლე და ფსალმუნების კითხვა
ესაც სულიერი ერთ-ერთი დიდი მაღალ ვიბრაციული წყარო არის, მაგრამ მარტო ეს არ შორის ადამიანის სულის, ასე ვთქვათ, განბანვას, დეზინფიცირებას და განკურნებას და სულიერ, ასე ვთქვათ, დაპურებას მარტო ეს არ შველის სულიერ დაპურებას პირველი ის არის რომ მაგალითად ხელოვნური უხილავი ბლოკები მოიშოროს, ხელოვნური უხილავი ინტერფერენტები მოიშოროს ადამიანმა, ხელოვნური უხილავი ლაბირინთები, ზერკალური ლაბირინთები, დისტრუქციული წესჩვეულებები და ცრუ წესჩვეულებები მოიშოროს ადამიანმა. მაგალითად მარტო თავის თავს კი არა პატიოს და მარტო თავის თავი კი არა გოს რომ მე ვარ ძლიერ, არა უნდა აღიაროს ადამიანმა რომ ჩემზე ლამაზებიც არსებობენ, ჩემზე ძლიერებიც არსებობენ და ჩემზე ასე ვთქვათ ჭკვიანებიც არსებობენო. და საერთოდ სულიერ ასე ვთქვათ განკურნებაში და სულიერ ასე ვთქვათ დაპურებაში მედიტაციები ძალიან ასე ვთქვათ ეფექტურია. მედიტაციები, მანდალების ხატვა ძალიან ეფექტურია. ფერადფერადი მანდალების ხატვა, ფერადფერადი ნეიროგრაფების ხატვა ძალიან ეფექტურია, იმიტომ რომ ამ დროს ფერადფერადი ნეიროსეტები იწმინდება და ტონკი პლანებში ნეიროსეტები იწმინდება და ნეიროსეტები ფერადდება და ნეიროსეტები აღდგება. ისცელონიები ხდება. ეხლა ადამიანი როგორც პრავადნიკი, ენერგოინფორმაციული პატოკების მატარებელი პრავადნიკი და ტრანსლატორი, ასე ვთქვათ, ტონკი პლანებში, აი რაღაცის ხატვა არა, ძაღლისა და ვირის ხატვა და ცხოველების ხატვა არა, მანდალების ხატვით, მანდალების გარმანიზატორების ხატვით, ნეიროგრაფიკების ხატვით, ფერადი ხდება რემენიე ლინიებისა და ნეიროლინიების, ენერგოლინიების აღდგენა და განკურნება. და ამ ხატვის დროს ადამიანმა უნდა თქვას, რომ მაგალითად ამ ყვავილს ხატავ, იმიტომ რომ ამ ყვავილით დავაფერადებ ამ ყვავილს ყვითლად, წითლად, ლურჯად, მწვანეთ, იმიტომ რომ ამ ყვავილითა და ამ ყვავილის ფერებით მე ასე ჩავიფიქრე, რომ მოხდეს ჩემი ასე ვთქვათ ნეიროსეტების აღდგენა. და ძალიან ბევრი პრაქტიკები არის, ასე ვთქვათ, რაც ხელს უწყობს ადამიანს სულიერ დაპურებაში. და სულიერ აღორძინებაში, რაც ხელს უწყობს ადამიანს, არის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პრაქტიკები. მაგალითად, ზუკა კოდებს მოусმინოს ადამიანმა, ან თვითონ განახორციელოს ზუკა კოდების, რა ქვია, ზუკა კოდების იმღეროს ადამიანმა ომ რამ ვან იან ჩაკრების ზუკა კოდები იმღეროს. მე არის კიდე სხვა ზუკა კოდები, რომლებიც ასე ვთქვათ აჩიშაეთ ადამიანის ჩაკრულ ენერგიებს, ენერგო სისტემებს და აჩიშაეთ ადამიანის ვაცხადაში პატოკებს. აი ეს მინდოდა მეთქვა. ბლაგადარი ყურადღებისათვის ყველას.